გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხისტომრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რატომ არ გწერთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და რას ფიქრობს თქვენზე. წარმოიდგინეთ ვიზუალურად თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი? ნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა მიხვდეთ ეს კონკრეტული ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ. ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, კმაყოფილია მისი თავით, მისი შედეგებით, რასაც მან მიაღწია დღემდე, რა ასე ვთქვათ, რეზულტატებსაც, რისთვისაც მან იღვაწა, იბრძოლა და ასე შემდეგ. ეს არის უფრო მისი მიღწევები, შეიძლება ეს იყოს სამსახური, რაღაც შენაძენებიც შესაძლებელია და ზოგადად ფიქრობს, რომ არის ძალიან ყოჩაღი ადამიანი, იმსახურებს შექებას, იმსახურებს აღფრთოვანებას. თუ ასეთია თქვენი ადამიანი, ცოტა ასე ვთქვათ, ნარცისი ტიპი, კარგი გაგებით ალბათ სავარაუდოდ, ჯანსაღი ნარცისიზმი, თუ ახასიათებს მას, განაგრძეთ ნახვა. და თუ მართლაც აქვს სამაყოდ საქმე და თუ მართლაც აქვს ცხოვრებაში მიღწევები. ეს თქვენი ადამიანი რატომ არ გწერთ? რატომ დუმს? შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს არ წერს ერთი თვეა, ორი კვირა, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება 2 დღე, 1 დღე და თქვენ ამას განიცდით. შესაძლებელია არსებობს დაუშვათ ასეთი სიტუაციებიც. რატომ არ გწერთ? ამდენი ხანიც არ უნდა იყოს გასული მისი ბოლო, ასე ვთქვათ, მესიჯისგან. ადამიანი განიცდის რაღაცას, თქვენს მიმართ მას გრძნობა ნამდვილად აქვს. ეს გრძნობა არის სიყვარული, რასაკვირველია. თუმცა რაღაცა ძალიან დარდობს, ძალიან განიცდის თქვენთან დაშორებას. შეიძლება სამსახურის გამოა ის სადმე წასული, შეიძლება რაღაც საქმეებით არის დაკავებული, რაც არის მისთვის აუცილებელი, რასაც შემოაქვს ფული და ასე შემდეგ და ამის გამო ვერ გიახლოდებათ დაუშვათ, ესეც შესაძლებელია და ამას განიცდის. კი, გასაგებია, თუმცა მოწერას არ სჭირდება, ხო, სიახლოვე ფიზიკური. უბრალოდ უნდა აიღოს ტელეფონი და მოგწეროთ. ამას რატომ არ აკეთებს თქვენი ადამიანი? პირველ რიგში, იმიტომ რომ არ იცის რა მოგწეროთ, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, აქ ამოვიდა ბევრი ისეთი არკანები, რომ ადამიანი აზროვნებს, ადამიანი არის საკმაოდ გონიერი. თუმცა მაინც არ იცის რა მოგწეროთ, როგორ შემოვიდეს თქვენთან კონტაქტში, რადგან არ არის თქვენს გვერდით ამ წუთას. მას ეს სურს გააკეთოს რაღაც მანიპულაციით, ანუ პირდაპირ ადამიანი ვერ ამბობს, რომ სურს აქტიურობას, სურს რომ თქვენთან იყოს, რატომღაც ამას ვერ ამბობს, ან მას მიაჩნია, რომ ამის თქმა არ შეიძლება. ამიტომ რაღაც დაგეგმილი აქვს მას და ასე სურს გაგაგებინოთ რაღაცა ნამიოკებით, რომ მას თქვენთან ყოფნა სურს. ესე იგი, მას არ მიაჩნია ამ მომენტში მართებულად, რომ მოგწეროთ. კარგით, რას ფიქრობს თქვენზე ახლა, ამ მომენტში, როდესაც თქვენ ეს ვიდეო გახსენით, რას ფიქრობს თქვენზე? 2 კარტი ამოვიდა. რაღაც, ესე იგი, სამსახურის თემა, ფულის თემა, თუმცა აპირებს, რომ ესე იგი, თქვენ სიმართლე არ გითხრათ, რატომ თქვენ რაში გაინტერესებთ მისი ფულის თემები და
რაღაც სამსახურის თემები, მისი საქმიანობა შეიძლება უბრალოდ რასაც ის აკეთებს, რაღაც საქმიანობაა მისი, რითიც რეალურად არის ის დაკავებული და მისი ტვინი ამ მომენტში ამაზე ფიქრობს. მოწერას აპირებს, რომ თქვენ ეს გაგაგებინოთ, ოღონდ რასაც მოგწერთ, ის არ იქნება სიმართლე და რატომ მალავს ამ ყველაფერს, რა არის ამაში დასამალი. იმიტომ რომ თქვენზე ეჭვიანობს, ღმერთო ჩემო. ესეთი ჭკვიანი ადამიანი, ნუ დაახლოებით რაც აქ ჩანს კარტებში, ასე არალოგიკურად მსჯელობს. კიდევ რატომ ესე იგი იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რაღაცნაირად ეს არკანი, რომ დამავიწყდა რა ვიკითხე. რატომ ცდილობს, რომ არ გითხრათ ის რეალური მიზეზი, რატომაც არ გწერთ, რომ უბრალოდ რაღაც საქმეებით არის ადამიანი დაკავებული. რატო ცდილობს ამას? მას სურს გაიგოს და დარწმუნდეს თქვენი საქმიანობა, თქვენ რას საქმიანობთ, თქვენ რას ფიქრობთ მასზე, რას გეგმავთ მასზე, თუ შედის ის თქვენს ხანგრძლივ გეგმებში. თუ გეგმავთ მასთან თქვენ ხანგრძლივ ურთიერთობას, ეს ყველაფერი მას აინტერესებს. როდესაც ამოვიდა ეჭვიანობა, აქ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვინმე გყავთ და იმ ვინმეზე ეჭვიანობს, არა. ის ეჭვიანობს მდგომარეობას, სადაც თქვენ იმყოფებით. შეიძლება თქვენ თავს ძალიან კარგად გრძნობთ, თქვენ რაღაც ესე იგი ისე ხართ, რომ არ ხართ ასე თქვა დეპრესიაში მისი აზრით, არ ხართ მოწყენილი, არ ელოდებით მის SMS-ებს რეალურად რომ ელოდებოდეთ, ის ასე ფიქრობს, რომ არ ელოდებით და ლოდინის რეჟიმში არ ხართ. ამიტომ მას აინტერესებს, რომ ის შედის თქვენს გეგმებში სამომავლოდ, არ არის ამაში რატომღაც დარწმუნებული. კარგით, ამის გარდა რაც ნახეთ. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? მარგო, გაჩერდი რებ საფოთე. რაღაცას თამაშობს. კიდევ რას ფიქრობს თქვენი ადამიანი? ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე. უშუალოდ ბევრს ფიქრობს თქვენზე და ეს ფიქრები ძირითადად არის მისი შიშებისგან და კომპლექსებისგან გამოწვეული. რაც არ უნდა წარმოსადეგი ესეთი ფიზიკურად მიმზიდველი ჭკვიანი, განათლებული ადამიანი იყოს, მაინც მას აქვს შიშები და კომპლექსები. ის თulis რომ ადამიანმა ზოგადად 100-ჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. ანუ ბევრი ფიქრი მას ახასიათებს, სანამ რამეს გააკეთებს, სანამ ნაბიჯს გადადგამს. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ გაუგებარია თქვენ რა გსურთ მისგან, რა ტიპის ურთიერთობა გსურთ მასთან. თქვენ ხართ უზომოდ მიმზიდველი, მომხიბლავი გარეგნულად, გაქვთ რაღაც აუხსნელი ენერგეტიკა და ძალა, რითიც მას თქვენსკენ იზიდავთ. ამის კედევაც ეშინია მას. კიდევ რას ფიქრობს? ნუ სადღაც იძულებით არის ახლა ის წასული. ფიქრობს, როდის დაბრუნდება, ასე ვთქვათ, როდის გამოვა იმ სიტუაციიდან, სადაც არის ახლა. ანუ ისიც საჭიროა, სადაც არის, თუმცა მაინც ფიქრობს თქვენთან მოსვლაზე. ნუ თითქოს ციხეშია გამოკეტილი, მეტაფორულად რა თქმა უნდა ვერ პასებოდა, არა პირდაპირ გაგებით. თითქოს ტყვეობაშია საკუთარი რაღაც შირმების, ბარიერების, რომლებიც თვითონ აღმართა თითქოს. თუმცა ფიქრობს, რომ ის აუცილებლად ნახეთ რა ლამაზი არკანია. მოვა თქვენთან და ეს იქნება მისი პირველ რიგში გამარჯვება. რადგან რა მარგო? რატო კნავი ხარ? მოდი. რადგან თქვენ ხართ მისი, ასე ვთქვათ,
სიამოვნებით.